გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამწერებო, კარგო ხარ ხონდა? იარაღის მოყვარულო. აი ესეთი იარაღი მაქვს, ესე დაიჭეთ და ესე ისვით რა. ხუმრობ. კელტეკი ჩამივარდა ხელში სუბ 2000, აი ესე ქვია იარაღს. ძალიან უცნაურ რაღაცა, თვითონ კელტეკი ფირმა. სულ ჩალიჩობს რომ რაღაცა ისეთი იარაღები გამოშვეს, რომელიც არაფერს არ აკავს რა. ინჟინერები ყავს ისეთი თვითონ პისტოლეტებს, ავტომატებს ძალიან უცნაურს უშვებს. ეს ერთ-ერთი ეგეთი უცნაური იარაღია. დიდი ხანი არ არის რაც ეს მოდელი გამოვიდა და აი ესეთი რაღაცა ავტომატი რა შუაზე იხსნება ესეთი გასაწმენდი კია. აქ ღილაკი შიგნით ესე თიც ჩააწვევით და აი ესე გადაიხსნა და აიწყო იარაღი არის მსუბუქი, ცალი ხელითაც ისვრით, რასაც მე არ გირჩევდით, იმიტომ რომ როცა ესეთი რაღაცა ეს ნახევრად ავტომატური რეღი. ცალი ხელით სწორედ შეიძლება სადმე წაიღოს და მეგობარს თავში გაარტყა თან ეგეთი რაღაცა მოხდეს, ან ვინმე შეიწიროთ. ასე რომ არ გირჩევთ მაგის გაკეთებას. პლასმასი კელტეკის აქვს, ანუ რაღაცნაირი პლასმასიას, ყველა კელტეკს აი ესეთი ტარი აქვს თითქმის რა. კარგი ხელში სასიამოვნოდ მოდის, აი მთელ სიგრძეზე პიკატინის თამასა უყენია. წინა და უკანა ასაწევი სამიზნეები აქვს, აი გავხედავ თვითონ იარაღს. რა გითხრათ რომ მაგარი მოსახერხებელი და სამიზნებელია, მეთქი არ არის ეგეთი მოსახერხებელი, მაგრამ დამუღამება უნდა. სამიზნე დიოპტრული აქვს, ანუ წინ არის ჩხირი, უკან არის ეგეთი რგოლი. რგოლში ჩხირი უნდა ჩასვათ შუაში და ისე ესროლოთ. დიოპტრულ სამიზნის სროლას დამუღამება უნდა. არა მაგას ადვილად მიაღწევთ. აი ესეთი რამე უყენია, აი აქ. ხელზე ჩამოიდოთ, ეს შეგიძლიათ მოხსნათ და პირდაპირ ესე დაიჭიროთ რა, ამაში მოკიდოთ ხელი. ეს მოძრაობს, ანუ უკანაც აქვს პიკატინის თამასა. შეგიძლიათ ფანარი დაუყენოთ, ლაზერი დაუყენოთ. გვერდზე აი ეს რაც არის დაჭრილი. აქაც შეიძლება პიკატინის თამასის დაყენება, რომ გვერდიდან დააყენოთ ლაზერიან რაღაცა. ანუ თანამედროვე იარაღები და თანამედროვე ფირმები ყველა ჩალიჩობენ რომ იარაღი იყოს მრავალფუნქციური, ანუ ლეგოსავით რაღაცა ის მოხსნა დაყენება შეიძლებოდეს. ზამბარა თვითონ გადასატენი მექანიზმი აქვს აი აქ უკან. და აი ესეთი რაღაცა აქედან იტენება, ანუ აქედან გამოწევთ, გადატენით და გაისვრით. უცნაურია, თვითონ შეხედეთ რანაირია, მილივით არის. კონდახს რაც შეეხება. კონდახი ტელესკოპური არის, მაგრამ ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ აი აქ რკინა აქვს, ამას უნდა ეს უნდა გამოაცალოთ და სამი მდგომარეობა აქვს. შეგიძლიათ წინ მიწიოთ, ეხლა არის უბოლომდე გამოწეული. ამის იქით ეს აღარ წამოვა. შეგიძლიათ აი ორი დანაყოფით, ნუ რამდენია? ალბათ 4 სანტიმეტრი არც არის რომ წინ მიწიოთ, მეტი არა. რაც არ მახარებს, საერთოდ ჯობია რომ კონდახი უფრო ზეცრიალებდეს, ანუ ახლო მიიტანოთ, წინ გაწიოთ უფრო მაგრამ რახან ამაში ზამბარა და აი ეს სროლის დროს მოძრაობს. მაგაზე უარი თქვეს. ეხლა კელტეკებზე რა მინდა თვითონ ესეთი იარაღებზე თქვა რომ ესენი საბრძოლო იარაღები არ არის. რო თქვა რომ სანადირო მომეთქი სანადიროც არ არის. ეს რო თავდაცვის იარაღია და ისეთი პრეტენზიები როგორც საბრძოლო იარაღს ესეთ რაღაცას არ უნდა წარუყენო რა. არის მსუბუქი ბიზანში. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა, ეს მოდელი საერთოდ არ მისვრია. პირველად ვისვრი. აქ შეხედეთ როგორ დიოპტრულ სამიზნეებს აქვს, აი შეგიძლიათ აწიოთ, უფრო დიდი ნახრეთი, ჩამოწიოთ უფრო პატარა. დიდი ნახრეთი დიოპტრულს იმიტომ აქვს, როცა მოძრავი სამიზნე და უცებ გინდა მიზენში ამოიღოთ, წვრილიდან ძნელია. წვრილი უფრო ჩაჯდომილი ხარ, ჩასაფრებული და სტატიკური მდგომარეობიდან რო ესეთ. მორბენა რაღაცას და მოძრავს შობია რომ დიდი დაუყენოთ რომ იმაში ამოიღოთ და პირდაპირ ესროლოთ. ეხლა მოდი ახლოდან. აი აქ უყენია წველი. აი აქ თვითონ ჩამოწევთ ამას და იარაღი ამოდის ტრიალდება და იკეცება. ესე ჩაკეტავთ. ეს ამის ტარება არის შესაძლებელი, ანუ თანატაროთ. ესეთ გადახიზნ მდგომარეობაშიც ანუ აკრძალული არ არის რა.
ითვლება იარაღი გაშლათ აი ესე. და ზომა რავი, რამის 1 მეტრია აქ რა. რაღაცნაირი იარაღია რა. კარაბინია თუ რაღაცა ძალიან რთული გასარკვევია. კაი. დანარჩენი. აი ეგ აქვს მცველი. რაც მოუხერხებელი, ანუ ამ თითით უნდა ამუშაოთ რა, რომ დააყენოთ და მოხსნათ. ან ეს. კიდე ერთხელ ვიტყვი რა, თვითონ კელტეკები არის ძალიან უცნაურად მოწყობილი იარაღები. 9-19 ვაზნა მიდის აი ესეთი ლუგერი, ჩვეულებრივი, კლასიკური, მე ხლა ამ ვაზნებს გადმოყვრი. უთმეტი ვაზნა მიდის აი მაშინ, თუმცა ჭიდი შეგიძლია სხვადასხვანაირი შევდო 30-იანი ან ასე შემდეგ. ნუ ძალიან ჩამოწელი იქნება. ტყუები აი ესეთი მიდის, ჩვეულებრივი. ვაზნებს ახლა აღარ შევშედები, მოდი ჯერ ტყუების გარეშე ჩავდებ. როგორც პისტოლეტი ეგრე იტენება აი აქედან. ჩაკეთავთ. და საერთოდ არის ზნობა, ანუ რა, არაფერი გამოწეული არ, თუმცა კიდე ერთხელ ვთქვი, შეგიძლიათ დააყენოთ გრძელი მჭიდი. ნუ რომელიც წავა რა. აი აქ თითით ვერ ამოიღებთ მჭიდს. მეორე მხარეს აქ ღილა კი, ანუ ყურით, აი აქ. დააწვევით გამოვიდა. რაც არ მახარებს რა, ჯობია რომ იარაღს კონდეს ორივე მხრიდან ამოსაგდები, მაგრამ არა უშავს რა. აქედანაც ადვილად ამოვიდა. აი ეს, ეხლა მე სამცალ ვაზნას ჩავდებ 35 მეტრზე ვისი სამტყუიას. მე პატრონი იძახის იარაღი არის გასწორებულია. ოღონდ თუ გასწორებულია, ეხლა მე ვნახა და თვითონ შეგრძნებებს გეტყვით იარაღის როგორი იქნება რა. მეტი არ მინდა ერთმა მომწერა, ამ კაცის ამ ტყვის სოლამ ხომ მომკლაო რა. ვერ გავიგე, ტომარით უნდა წამოიღო ვისწულო თუ რა. იარაღის განხილვა არანაირი ჩემი განხილვა არ არის, ატყუების და არც მოხოთრაზე არ არის ლაპარაკი. კაი. სამი სამიზნება სხვა იარაღებს ვისვრდი და იმიტომ. დავმუხტე, მე გადავხსენი და ვეცდები რომ გავარტყა. სროლის დროს ყურები დაიცავით რა. იმიტომ რომ ბევრი სროლის შედეგად შეიძლება დაიზიანოთ ყურის მემბრანა და რაღაცა. მოვნახო. ანუ უკუცემა და რაღაცები ეგეთი ძალიან ისეთი უნიშნელო აქვს რა. ანუ სროლის დროს სასიამოვნო. სროლას მომორჩებით. ჭიდი მოხსენით ხოლმე ჯიბეს ჩაიდეთ. ანუ წესად იქონიეთ და ეს გადმოხსენით. ნახეთ შიგნით არაფერი არ იყოს. თუ სიბნელია და ბინდი თითით მოსინჯეთ, თუ არა და ვიზუალურად ჩაიხედეთ, დარწმუნდეთ რომ შიგტყვი არ ატევს. და ეხლა ეს უკან როგორ დავაბრუნო, აგერ შეხედეთ. გამოწიე გვერდზე დადგა. შემიძლია ჩამოწიო, წინ მივწიო და დაიკეტა. წამოეხლა ვნახოთ აბა როგორ გავარტყი. დიდი ხანი დამიზნება და რამე არ დამიწყია, სწრაფად ვესროლე, თვითონაც ნახეთ. ხო და თუ გასწორებულია წეს მოხვედრილი უნდა იყოს, ერთგვაროვნად უმიზნებდი. კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს პისტოლეტის ტყვია არის 9-19 ლუგერი. ანუ აი ესე მოხდა. აი აქ და აქ. ანუ აქ რო ვიღაცის თავი ყოფილიყო, 3 ტყვიას თავში გავარტყავდი. ეხლა კიდე რა მინდოდა მეთქვა.
რა თქვა რომ მოხიბლული ვარ ამ შედეგით არა მაგრამ იმის კვალობაზე რომ პირველად ვისროლე ეს იარაღი და ერთი მჭიდი რო ისროლოთ ამით ნუ ყველა ვარიანტში მე ჩემ თავზე ვიტყვი რა ერთი მჭიდი მაინც რო ისროლოთ ამაზე კაი შედეგს გააკეთებთ რა ლულაზე ვილაპარაკოთ ნახეთ აი ეს ეხსნება და შეგიძლიათ ამაზე საქართველოში აღრძალულია ის რა ქვია მაყუჩი მაგრამ შეგიძლიათ დააყენოთ ამაზე მაყუჩი სროლის დროს იარაღი არ ახტუნაობს ანუ პისტოლეთს რო ისვრით ხო აქვს ტენდენცია რომ ზემოთ ააგდოს ეს რახან მძიმეა და დაბალანსებული იარაღია ესაც ესე რო გიჭირავთ რაღაც ესეთი რამეები არა აქვს რა სიმძიმის ცენტრია კაი აქ ანუ ხელში რო გიჭირავთ პირდაპირ ამაზე ჯდება ეგ არის კარგად მოფიქრებული ну მიზანშიც ვნახეთ როგორ ვისროლეთ სახში რო გქონდეთ ჩვენი იარაღი გახვალთ ისვრით ღმერთმა დაიფაროს რამეში დავჭიდეთ თავსაც მოიგერიეთ ვიღაცა რომ მომხდური რომ მოგივარდეთ რა მშვენიერ ჩემზე კაი შთაბეჭდილება მოახდინა რა სად იყიდება და როგორ იყიდება არ ვიცი არც ფასი არ ვიცი მაგრამ საქართველოში იყიდება აი ესეთი კონსტრუქციის კელტეკი აი მორჩის სროლას ეხლა მე ამას დავკეცავ ჩავკეტავ და გახდა ესეთი ეს შეგიძლიათ მე სადმე შეინახოთ და არ ვიცი ძალიან ისეთია კომპაქტური იარაღია ო კიდე რა უნდა მეთქო უკან რეზინი არა აქვს ამაზე მე შეგიძლიათ თქვენ გაუკეთოთ რაიმე კაუჩუკი მაგრამ არა ჭირდება იმიტომ დარტყმა ამას არ აქვს არაფერი არ აქვს და ტანსაცმელზეც არ გედებათ ისე რა გემრიელი კაი იარაღია ვისაც აქვს ესეთი გილოცავთ ვისაც არ აქვს ფიქრობთ რომ იყიდოთ ну სანადიროთაც გამოგადგებათ მაგრამ ამით რაზე უნდა ენადიროთ საკმაოდ ძლიერი ვაზნა კიდე მინდა თქვა და აი ამ ხელა ლულა აი ეს სულ ლულა არის ასე რომ მოკლე ლულიანი იარაღი არ არის აი კაი გემრიელი კაი გემრიელი აფია საქონლად აი მასაც დაკეთავთ აი ესე ხედავთ როგორი გახდა ოდა გაუკეთეთ ჩამოიკიდეთ სადმე და გაათ კარაბინი ამითი გამოგემშვიდობებით კარგად მზადდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე